პირდაპირ ეთერში და ეხლა დაპირებულ ტრადიციულ სამედიცინო რუბრიკას შემოგთავაზებთ, რომელსაც ნატა ნიჟარაძე წარუძღვება და საინტერესო თემაზე საკმაოდ შემაწუხებელ რადიკულიძე ისაუბრება. სარგებლო რჩევები თქვენი აფთიაქისგან. Salmები დილემშვიდობის მივესალმები იმედის მაყურებელს, დღეს პარასკევია და ჩვენი საჭირო რჩევები GPS-ისგან ეთერშია. რაც თავარია ჩვენი სლოგანია ვიზრუნოთ სიცოცხლეზე და დღეს გვინდა მოგაწოდოთ და შევეხოთ ის რჩევები და მოგაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის სასარგებლო იქნება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თემა არის ძალიან მტკივნეული. რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არის რადიკულიტი. თუმცა მე ყოველთვის მეგონა რომ რადიკულიტი არის მხოლოდ წელი რომ გაგიშეშდება და ვეღარ მოძრაობთ. აღმოჩნდა რომ მთელი ხერხემლის მიდამოში ტკივილი და გაშეშება, აღმოჩნდაცენებული ტკივილი და გაშეშება ყოფილა რადიკულიტი, აქედან გამომდინარე, რაღაც შემთხვევაში კისრის გაშეშებაც კი შეიძლება იყოს, შეიძლება ვუწოდოთ რადიკულიტი. დღეს ამ თემებზე ჩვენ ვისაუბრებთ, ანუ როგორ უნდა ჩავატაროთ პრევენცია, როგორ უნდა ვიმკურნალოთ და როგორ მივიღოთ ამ რჩევებს, მოგაწოდოთ ქალბატონი ია რუხაძე, რომელიც გახლავთ მედიცინის დოქტორი, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის სექციის ხელმძღვანელი და იცით რა, როგორ გამოიხატება, რას ნიშნავს? ანუ ხო არის ხოლმე რაღაც ფორმულირება, რომ გამონაყარიბა რაღაც როცა ვირუსებზე ამაზე ამბობენ ან ალერგიულ ფონზე და ასე შემდეგ. რას ნიშნავს რადიკულიტი? ტკივა, გაშეშებული ხარ და მხოლოდ წელის მიდამოში არა, ის სად შეიძლება კიდე ანუ რას უწოდებთ რადიკულიტი? ეხლა მოგახსენებთ რადიკულიტი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც უპირატესად ასოცირდება ტკივილთან, რაც გამომჟღავნდება პაციენტი ძირითადად უჩივის ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას. ის შეიძლება ხერხემლის სვეტის ნებისმიერ უბანში განვითარდეს და შესაბამისად გამოვლდეს ან კისრის, ან სურგის, ან წელის ტკივილით. გადაცემით ხელში ფერში, ან მოძრაობის შეზღუდვით შესაბამისად, რატკბის რადიკულიტთან გვაქვს საქმე. ეს გძირთ ჩვენ მოვუწრ კისერი გაგუშეშ და თავენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადიკულიტი გვაქვს ოღონდ კისრის მიდამოში, თუ როგორ უნდა ვთქვათ? ეს მარტივი არ არის, ძირითადად უკავშირდება რა თქმა უნდა უხერხულ მოძრაობებს, იგივე სკანი შეიძლება განვითარდეს კისრის და წელის არეში, უფრო მეტი სიხშირით წელის არესთან ასოცირდება ტკივილი და შესაბამისად ხშირად რადიკულიტს მხოლოდ წელის ტკივილთან აიგივებენ და ამიტომაც აი ზუსტად ეხლა უნდა რატო წელის არეში? როგორც წესი ძალიან გავრცელებულია რომ წელის მიდამოში აქვთ თან უფრო ხშირად, თუმცა ვერ ვიტყვით რომ მხოლოდ მამაკაცებს, უბრალოდ ალბათ მამაკაცებთან უფრო ვამჩნევთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ალბათ ისინი საკმაოდ არის გავრცელებული. და ხო ეს მაინტერესებს, არის თუ არა გავრცელებული თანაბრად ქალებში და მამაკაცებში და ზოგადად რა იწვევს? რა არის მიზეზი? რატო წელის მიდამო ესე აქტიურად? ეს თვითონ ანატომიურ აღნაგობასთან არის დაკავშირებული, ადამიანის ანატომიურ აღნაგობასთან. კონკრეტულად წელის არეს აქვს ყველაზე მეტი დატვირთვა ხერხემლის სვეტის სხვა მიდამოებთან შედარებით, ამიტომაც ყველაზე მეტად ეს უბანი ინტერესდება სხვადასხვა ტიპის პროცესების დროს და თანაბარი სიხშირით დაახლოებით ვლინდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. რა თქმა უნდა, ასოცირდება ასაკთან. ასაკთან ერთად. და ასაკთან ერთად სიხშირე იმატებს 40-50 წლის ზემოთ, დაახლოებით 40% შემთხვევაში ყველას განიცდია გარკვეული ტიპის ტკივილი, თუმცა შესაბამისად რაღაცა რთული კლინიკური გამოვლინება დაახლოებით 1%-მდე შემთხვევაში გამოვიდა. რა იწვევს? ანუ კონკრეტული გამომწვევი მიზეზი. რადიკულიტი ვიცი რომ შეიძლება იყოს ნევროლოგიური სახის და შეიძლება იყოს ნერვის ანთება, ანუ გაგვიცივდა? ამ შემთხვევაში და ამან გამოიწვია მიზეზი შეიძლება არსებობდეს მისი განვითარების, რა თქმა უნდა. კონკრეტულად ეს დაკავშირებული არის იმ ფაქტორთან, რამაც ამ შემთხვევაში მოახდინა გავლენა მოცემულ სეგმენტში ნერვის დაზიანებაზე. ეს ძირითადი მიზეზი არის ოსტეოხონდროზით გამოწვეული ხერხემლის სვეტის მალთაშუა დისკების დეგენერაციული ცვლილებები, იწვევს შესაბამის სტრუქტურულ დარღვევებს, რომელიც შესაბამისად ნერვზე ეწოლის ფონზე გამოავლეს იმ კლინიკურ სიმპტომატიკას, რასაც აღიქვამს ავადმყოფი და უწოდებს მას ტკივილს. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ეს იყოს ინფექციის, ინტოქსიკაციის შედეგი, ან გამოვლინდეს სხვა რაიმე პათოლოგიის დროს, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიების დროსაც, ძვლის სხვადასხვა ხასიათის დაზიანებების შემთხვევაში. რა შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ ექიმს? რამდენჯერ უნდა გამეორდეს მსგავსი პრობლემა, ანუ რა სიხშირით უნდა იყოს, რომ მივხვდეთ, რომ არის საგანგაშო და აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ექიმს და გავიგოთ, თუ დაუშვათ დაგვემართა, გავიკავა, მაგრამ სწრაფადვე გაგვიარა. მაშინ უნდა მივიდეთ ექიმთან და გავიგოთ ეს რა იყო, თუ დაუშვათ უნდა დაველოდოთ, კიდე გამეორდება თუ არა, ამას სისტემატიური ხასიათი შეიძლება ქონდეს თუ არა და ასე შემდეგ. ანუ რა შემთხვევაში არის ეს უკვე საგანგაშო? საჩვეულებრივ აღმოცენებული ტკივილი, რაც მხოლოდ ტკივილს უკავშირდება და არა
განსაკუთრებული მოძრაობის შეზღუდვას ან რაღაცა ესე იგი მგრძნობელობით ან მოძრაობით დეფიციტს შესაძლებელია სწრაფად იქნას უკან განვითარებული. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ეს ტკივილი ატარებს ინტენსიურ ხასიათს, იმატებს ტკივილის ინტენსივობა და შესაბამისად აუტანელი ხდება პაციენტისათვის და არანაირი დამაკუჩებელი პრეპარატების ფონზე მისი კოპირება არ ხდება, თვითონვე იძულებულია ეს მისთვის არის პირველ რიგში შემაწუხებელი მიმართოს ექიმს, რათა მიიღოს შესაბამისი კვალიფიციური დახმარება, რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკური საშუალებების გამოყენების შემდეგ და ერჩიოს დაუშვათ როგორ მოიქცეს. რამდენი რთულია მკურნალობა? რამდენად შესაძლებელია რომ განიკურნოს. ჩვენ ვიცით რომ ხერხემლის პრობლემები როგორც წესი ესე არ ikურნება ანუ ადვილად, იმიტომ რომ თუ ეს თან ასაკიდან არის გამომდინარე და თან ცვეთაც არის ანუ იმ ხერხემლის მალებს შორის როგორც თქვენ თქვით და ნერვი პრობლემატურია, ანუ მოჭეჭყილია, ესე ვთქვათ, ანუ ხდება მასზე ზეწოლა, ეს უკვე პრობლემაა და მას ხანგრძლივი მკურნალობა ჭირდება. ამ შემთხვევაში რამდენად ადვილად განკურნებადი რას? რამდენად შეიძლება მკურნალობის ხანგრძლივობა რამხელა ხო? მკურნალობის ხანგრძლივობა კონკრეტულად დამოკიდებულია იმ დაზიანებას მიზეზზე, იმ დაზიანების ხარისხზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არის და შესაბამისად, საწყის ეტაპზე გამოიყენება საქორწინო ცნობილი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ეს პრეპარატები ცნობილია, რომ გარკვეულწილად კუჭანტლავის ტრაქტზე მოქმედებს და შესაბამისად იწვევს მის გაღიზიანებას. ამიტომ მაქსიმალურად მიღებულია თანამედროვე პერიოდში შემოდის ისეთი პერიოდები, რომ პარალელურად გათვალისწინებული იყოს ნაკლები ზემოქმედება კუჭანტლავის ტრაქტზე. შესაბამისად იმ შემთხვევაში, როცა მისი ხანგრძლივი გამოყენება ასაჭირო. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ამ მედიკამენტებს პრეპარატის ბრექსინის სახელწოდებით აქ წარმოქმნილია პრეპარატი, რომელიც რა თქმა უნდა ნაკლებად აღიზიანებს კუჭნათლავის ტრაქტს და შესაბამისად კარგი ტკივილი გამაყუჩებელი ეფექტის გამო ეს პრეპარატი ანუ ბრექსინი შესაძლებელია წარმატებით იქნას გამოყენებული შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვა არასტეროიდებთან შედარებით, რომელსაც საკმაოდ გამოხატული გვერდითი მოვლენა. ეცეთ რამე გითხოთ, ის გამოიყენება მსუბუქი ტკივილის დროსაც და ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში თუ მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში ინიშნება? რა თქმა უნდა, ტკივილის დროსაც და განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როცა დაუშვათ რამდენიმე დღის განმავლობაში კი არა, უფრო ხანგრძლივად გვჭირდება ამ პრეპარატების გამოყენება კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან, რაც მოწოდებულია მსგავსი პათოლოგიების შემთხვევაში. მოვლენას ვთქვათ და მერეც აქტიურდება მკურნალობა სხვა პარალელურ რეჟიმში შესაბამის მედიკამენტები. და აუცილებლად ჩვენ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს პრევენციასთან დაკავშირებით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დაგვემართოს. პირველ რიგში თავი უნდა დავიცვათ უხერხული მოძრაობებისგან, შესაბამისად სიმძიმეებისაც გარკვეულ პროვოცირებას წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთი ხერხემლის შემთხვევაში, სადაც ოსტეოქონდროზული ცვლილებები საკმაოდ მკვეთრად არის გამოხატული, დავიცვათ ნორმალური ცხოვრების წესი, კერძოდ კვების რეჟიმის რეგულაცია, წონის გარკვეული კორექცია, ასევე დიდხანს ჩდომა გარკვეულ პოზიციაში ხელს უწყობს ამ სიტუაციების კომპიუტერთან ჩდომა, ანუ დღევანდელი სიტუაცია ისეთია ფაქტიურად. ჩათვალეთ, რომ 99% უხდება პოზიციურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში კომპიუტერთან ჩდომა. ის შესაბამისად, რა თქმა უნდა, წარმოადგენს მაპროცირებელ ფაქტორს მსგავსი ტიპის ტკივილების აღმოცენებისთვის და რეჟიმის დაცვა გარკვეულწილად საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ სიტუაციებისგან თავის აცილებაში. და წონის კორექცია. რა თქმა უნდა. წონის მატებასთან ერთად რამდენი ჩემთვის ცნობილი ყოველთვის იზრდება დატვირთვა ხერხემალზე და სწორედ ის იწვევს ამ პრობლემების გართულებას. ბავშვებთან დაკავშირებით ჩვენ საუბრობდით, რომ პრევენცია ჩვენ უნდა დავუშვათ ბავშვებში შეიძლება მოხდეს რადიკულიტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ძირითადად არის მოზრდილ ასაკში. რა თქმა უნდა, ეს ადრე განიხილებოდა როგორც თემა მოზრდილ ასაკში და ასაკობრივ მიმართებაში სიხშირის მატებასთან, მაგრამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაგროვდა მონაცემები, ისე რომ ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია ეს პრობლემები და ის რა თქმა უნდა ასოცირდება პირველ რიგში ხერხემლის განვითარების ანომალიებთან, თანდაყოლილ პათოლოგიებთან, შესაბამისად გარკვეულ მეტაბოლურ დარღვევებთან, თუმცა სხვა ტიპის მიმდინარეობა აქვს ვიდრე მოზრდილებში და შესაბამისად ის სიმპტომატიკა, რაც მგრძნობელობისა და მოძრაობის დარღვევას ეხება, იქ დაბალ პროცენტში ვითარდება უფრო მეტად, თუმცა ამ ასაკშიც, ბავშვთა ასაკშიც საკმაოდ ხშირია შემთხვევები. და სპორტის სახეობა რომელსაც გვირჩევთ? ცურვა. ვიყავთ ჯანმრთელები და აუცილებლად უნდა გითხრათ იმ სიახლის შესახებ, რომელიც GPC-მ წარმოგვიდგინა. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრს, ქალბატონ ია რუხაძე, მედიცინის დოქტორი, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის სექციის ხელმძღვანელი, ექიმი ნევროლოგი და ჩვენი აქცია, რომელიც იწყება 15 ოქტომბერს, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღი ყვება, ეს არის მნიშვნელოვანი. GPC-ს გთავაზობთ სიახლეს, რომ ვიზრუნოთ სიცოცხლის
სიცოცხლეზე ერთად, ეს არის ვაშლები 15 ოქტომბერს იქნება ვაშლის დღე. რამდენი ჩვენს არ ცნობილი. და მინიმალურ შენაძენთან ერთად თქვენ GPC-ს მხოლოდ სამწუხაროდ ჯერჯერობით თბილისის აფთიაქებში, ოღონდ ყველა თბილისის GPC-ს აფთიაქში მიიღებთ ერთ ვაშლს საჩუქრად, იყავით ჯანმრთელები, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და იმედია დაგეხმარებათ. კარგად ზანდებოდეთ ნახვამდის. მადლობთ. სამედიცინო რუბრიკის სპონსორია GPC. სასარგებლო რჩევები თქვენი აფთიაქისგან.